ქრისტეშობის კათოლიკურ დღესასწაულამდე 8 დღე რჩება. საშობაო სეზონს ამერიკელმა ხელოვანმა ორიგინალური გამოფენა მიუძღვნა. კალიფორნიის ქალაქ პალმ სპრინგსში 300-მდე გიგანტური რობოტი და სკულპტურა წარადგინა. სანახაობის ავტორი შთაგონების წყარო ქურანი გახდა. ჩემი მიზანია ბედნიერება მოვფინო სამყაროს, ამბობს რობოლაითის შემქმნელი. რობოლაითი ასე უწოდა ამერიკელმა ხელოვანმა ნარჩენებისგან შექმნილი გიგანტური რობოტებისა და ქანდაკებების გამოფენას, რომელიც წინასაშობაოდ კალიფორნიის შტატში გაიმართა. ნამუშევრებში 8 მილიონზე მეტი მოციმციმე ნათურაა გამოყენებული. რობოლაითი 4 ჰექტარზეა გაშლილი. აქ 1000-მდე ტონა ჯართისაგან შექმნილი რობოტებია წარმოდგენილი. ასევე მაქვს 300-მდე სკულპტურა. რობოლაითი საოცრებათა ქვეყანაა, რომელიც ყოველდღიურობას ცდება. ხელოვნების ნიმუშები ძირითადად ნაპოვნი უსარგებლო ნივთებისგანაა შექმნილი. ეკლექტიკური არტის უნიკალურობა სწორედ ამაშია. აქ ნახავთ ავტომობილის მაცივრის, ძველი მტვერსასრუტის, თუნუქის კოლოფებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილებს. ეს არტისტის უნიკალურობაზე მიუთითებს, ძალიან განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვეულებრივ საშობაო გამოფენაზე ნახავდით ხოლმე. ძალიან მოუხდა აქაურობას, არაჩვეულებრივია. იმის მიუხედავად, რომ მუსულმანური რელიგიის მიმდევარმა ხელოვანმა რობოტების გამოფენის ძირითად თემად ქრისტიანული შობა აირჩია, ზოგიერთი ვიზიტორის აზრით ჩვენება უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მხიარული და საშობაო. საოცარი ადგილია, თუმცა ეს რობოტები ბავშვობაში ნანახ ღამის კოშმარს გავს. თითქოს წარსულიდან ბევრი ნივთი გადმოვიდა და ერთად მოიყარა თავი. ეს ნამდვილად არ არის კარგი ვინტაჟის გამოფენა. გიგანტური რობოტების გამოფენა დამთვალიერებლებს 5 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.